ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამინესლიხან ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. მიხარია რომ ეს ინტერვიუ შედგა თქვენ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში იმყოფებით, გილოცავთ, დღე-დღეზე დედა გახდებით და ამ რაღაცა ბოლო დღეების ფონზე შეიძლება სხვა შორის ეს ინტერვიუ რო გავიდეს უკვე იყოს ეს მოვლენა მომხდარი, ეს წყინვალე მოვლენა მომხდარი და განსაკუთრებული მადლობა სწორედ იმისთვის, რომ ამ რთულ ბოლო დღეებში, მნიშვნელოვან ბოლო დღეებში დრო გამონახეთ და დღეს აქ ხართ. მოგესალმებით. მადლობა ამ სიტყვებისთვის და მადლობა რომ აქ მობრძანდით და დამბადიშეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვიყვება, იმიტომ რომ ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში არა მარტო თურქეთში, საქართველოშიც ძალიან დიდი აუდიტორია ყავთ გულშემატკივრების და დღევანდელი ეს ეთერი მათთვის განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება. მადლობთ. ახლა მართლა ძალიან მღელა. ჩემთვისაც ამაღელვებელი და საინტერესოა ეს ყველაფერი. რადგან ბოლოს, როდესაც თქვენი ჯგუფი ჩემს ჯგუფს ესაუბრა, ის სერიალი გადიოდა, უკვე რომელშიც ვთამაშობდი და შეგვირდით, რომ აუცილებლად გეწვევოდით გადაცემაში. ვიცი, რომ ღამე გვიან გადის სერიალი და ამის მიუხედავად ბევრი ადამიანი უყურებს და უყვართ. შემდეგ პირობა შემახსენა თქვენმა ჯგუფმა, მაგრამ თითქოს მეშინოდა. უკვე 8 თვის ორსული ვარ და როგორ უნდა მომეხერხებინა ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც ხედავთ, თქვენ წინაშებზე ვარ. თქვენ შეძუხდით, აქ ჩამოხვედით და გაგვახარეთ. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სწორედ აქედან დავიწყოთ თქვენი მდგომარეობიდან, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში, ქალბატონის ცხოვრებაში და როგორი შეგრძნებაა, როდესაც ხდებით, რომ ძალიან ცოტა არის დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც საკუთარ შვილს ნახავთ, პირველ შვილს ნახავთ და იგრძნობთ რა არის დედობა. მთელი ეს ორსულობის პერიოდი უცნაური გამოცდილება ყოფილა. ნამდვილად. რა თქმა უნდა, ძალიან მღელავთ. ჩემი აზრით, რაც არ უნდა დაგეგმო წინასწარ, ცხოვრება თავისი გეგმების მიხედვით გაკეთებინებს მაინც ყველაფერს. რადგან მე ორსულობამდე პროექტს მოვაწერე ხელი, მუშაობა უნდა დამეწყო და შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ყოფილვარ. ამის გამო ბუნებრივია ყველაფერი გადაიდო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი პროცესია. ისეთ რაღაცებს ვგრძნობ, რაც მანამდე განცდილიც არ მქონდა. აქამდე ძალიან კარგად ჩაიარა ამ პერიოდმა. და იმედი მაქვს ამის შემდეგაც ასე კარგად ჩაივლის. მე და ჩემი მეუღლე ქადირი სულ მოუთმელად ველოდებით. მთავარია ჯანმრთელი მოევლინოს ამ ქვეყანას. რწმენა ახსენე და რამდენად დიდი როლი უკავია თქვენ ცხოვრებაში რწმენას. იმიტომ რომ ჩვენ ყველას ადამიანებს ჩვენი სამყარო გვაქვს, ჩვენი რწმენა გვაქვს და ყოველთვის გვაქვს იმის განცდა ძალიან ხშირად, რომ ამა თუ იმ მოვლენაში ღმერთის ხელი ურევია. ეგ კი არა შევამჩნიე, სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რამოდენიმე წამი თვალი მოვკალით, რომ ლოცულობთ. რამდენად გეხმარებათ ეს? inançlı biriyim. მე მორწმუნე ადამიანი ვარ. ყოველთვის, როდესაც რამე უნდა გავაკეთო, ან ახალი საქმე დავიწყო, ან დავასრულო, მაშინ, როდესაც ბედნიერი ვარ, ან როცა ცუდად ვარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვარ. მინდა რომ ვიგრძნო, რომ მარტო არ ვარ. თუნდაც ამ ინტერვიუმ რომ კარგად ჩაიაროს. ამიტომ ყოველთვის ვლოცულობ ჩემთვის.
ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია, როცა რაღაცის გჯერა და გწამს. ზოგი ამას ღმერთს უწოდებს, ზოგი ალახს. ზოგიც კი რაღაც ენერგიას. ეს ყველასთვის განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, ადამიანი რაღაცის რწმენისკენ იხრება. ჩვენი ბუნება ასეთია. ამიტომაც მეც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც სწამთ. რა თქმა უნდა, მარტო ლოცვით აქამდე ვერ მოხვალ. აუცილებლად შრომა, მოძიება, რწმენა, ლოცვა, მოქმედება. ეს ყველაფერი საჭიროა. რადგან სადაც არ უნდა იყო. თუ არ შრომობ, მხოლოდ ლოცვით რა თქმა უნდა არაფერი გამოვა. ბავშვობიდან დღემდე ძალიან ბევრი ვიშრობი ამისთვის. რწმენით, ლოცვით. ჯეროდა რომ ერთ დღეს კარგი მსახიობი გავხდებოდე. Dua etmekle ve inanmakla olmadı aslında. ეხა მე აუცილებლად უნდა მოგიყვეთ გზა, რომელიც გამოვიარე, რომ აქამდე მოსულიყავ. თურქული სერიალები ჩემს მხედველობაში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთხელ ნახე ძალიან მოკლე მონაკვეთი იმ სერიალში, რომელშიც თქვენ თამაშობდით და სწორედ ამან განაპირობა, რომ იმ სერიალს თავიდან ბოლომდე უყურე, მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები არიან ამ სფეროში, ძალიან ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ძალიან ნიჭიერი მსახიობები ყავს თურქულ სერიალებს და როდესაც ამ ფორმატის კეთებას ვიწყებდი, ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომელიც დავისახე, რომ ნესლიხან ათაგიული ჩამეწერა და დღეს აქ ვარ. დიდი მადლობა. და ამასთან ერთად თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას, რა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი მსახიობი ხართ. Teşekkür ederim. გმადლობთ. მე 13 წლიდან მუშაობ. თითქმის 20 წელია ამ საქმეში ვარ. გონი ცუდი არ უნდა იყოს 31 წლის ადამიანისთვის 20 წელი მუშაობა. Fena değil sanki yani değil mi? 31 yaşında birinin 20 yıldır çalışıyor olması. კი, მაგრამ თუნდაც ის, რომ 13 წლის ასაკში მოხდე თურქულ სერიალში და ითამაშო როლი მარტივი ხო არ არის, მაგრამ თქვენ 13 წლის ასაკშიც მიაღწიეთ უკვე მაგას. იმიტომ რომ თუნდაც აი ახლა სანამ ჩაწერას დავიწყებდით, ადგილობრივ ადამიანებს თუნდაც სასტუმროში, ვისაც ვესაუბრებოდი, ვინც იცოდა რომ უნდა მოსულიყო, ყველა ამბობდა რომ ნესლიხანს ჩვენ ბავშვები დავიცნობთო რა და ეს ხო დიდი მიღწევა. დიახ, რა თქმა უნდა. ბევრი მაგალითი ვიცით მსახიობების, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძვიან ასეთი პოპულარობისთვის, მაგრამ ეს მაინც შეუთახვედრია. ანუ რისი კითხვა მინდა. აუცილებლად ვიცი რომ მეტყვი რომ შრომა ჭირდება და მონდომება ჭირდება, მაგრამ ამის გარდა როგორ ფიქრობთ, რა იყო მიზეზი იმ შედეგისა, რაც მიიღეთ? Bir noktada sanırım ჩემი აზრით, ჩემი გულწრფელობის ჭერად და ჩემში ნამდვილ რაღაცას ხედავენ. და ვფიქრობ ხვდებიან, რომ როგორც მათ ვუყვარვარ, ისე მიყვარს მეც ისინი. ნამდვილად რთული კითხვა. როგორ უნდა გაგცეთ პასუხი სინამდვილეში არ ვიცი. yani bu zor bir ალბათ ეს ადამიანებს უნდა ვკითხოთ. თუ რატომ ვუყვარვარ მათ მე. Bunu aslında insanlara sormak lazım. Neden seviyorsunuz diye belki. მაგრამ ალბათ ცოტა უხერხული იქნება ვკითხო ადამიანებს, თუ რატომ ვუყვარვარ. Biraz saçma geliyor bir yandan. Hani მადლობა რომ არსებობენ, რასაც მაგრძნობინებენ. მინდა იცოდნენ, რომ ყველაფერს გულწრფელად ვიღებ და ვგრძნობ. Aynı şekilde hissediyorum açıkçası. ნესლიხანმა ნესლიხანს გვერდიდან რო შეხედოს. რას ხედავს მასში იმ ასაკში და იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება, ანუ როგორ დაახასიათებს საკუთარ თავს გვერდიდან თვისობრივ ნაწილში. Yani insanın kendini tarif etmesi de çok zor bir şey. ძალიან რთულია ადამიანმა საკუთარი თავი დაახასიათო. როგორ დავახასიათებდი ჩემს თავს? biriyimdir. ალბათ მხიარული ვარ. მიყვარს ხუმრობა. Çaktırmasam da ჩემ გარშემო ადამიანებს ვაცინებ. çevremdekileri falan epey güldürürüm mesela.
უცხო ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალიან ცივი ვარ, მაგრამ ასე არ არის. მათთვის, ვინც კარგად მიცნობს, გრძნობი არ ეცვარ. შემიძლია სხვა ადამიანის გრძნობების გაგებაც და გაზიარებაც. ასეა, რთული ყოფილმა ადამიანმა საკუთარი თავი დაახასიათა. ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება მოისმინოს ბავშვობის შესახებ. როგორი ბავშვი იყო ნესლიხანი და აი ფრაგმენტულად ყველაზე მეტად როგორ ახსენდება თავის ბავშვობა. Yani o kadar kolay bir çocukluk değildi. ძალიან ადვილი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კლასიკური ბავშვობა მქონდა. Sokaklarda ეზოში ვთამაშობდი ბურთით. დავდიოდი სკოლაში. ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობდი. სტერილური ცხოვრება არ მქონია. არც ისე ბევრი შემოსავლის მქონე ოჯახში გავიზარდე. დედაც და მამაც მუშაობდნენ. დახან-დახან უფროს ძმას დამტოვებდნენ. ზოგადად ბავშვობაში ძირითადად მარტო ვიყავი. მაგრამ ამ მარტოობამ ბევრი კარგი რაღაც შემმადა. მთელი გაგებით, რასაც ბავშვობა ჰქვია, ყველაფერი მქონდა. ბევრი მეგობარი მყავდა და მათთან ერთად ეზოში Ama ვთამაშობდი. tabii ki o yalnızlığın bana kattığı çok güzel şeyler oldu. Misket bilir იცით მისკეთის თამაში? nedir bilir misiniz? Oyunun ეზოში ვთამაშობთ, ასეთი პატარა ბურთებით. misket borcundan 3 gün evden ერთხელ ამ თამაშის გამო 3 დღე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. ოცნებები გაგიმართლა ალბათ, ხო? Evet. დიახ, დიახ. Yani hayalim ოცნებები რაც მქონდა, ბევრი მათგანი სინამდვილედ იქცა. tabii hala რა თქმა უნდა, hayal ისე kurmaya, ვაგრძელებ ოცნებას hala istemeye და მიზნების დასახვას. devam ediyorum tabii ki. Yani Am sonuçta ცხოვრების bu წრეში ვარ. hayatın içindeyim ve yaşıyorum. ბავშვობაში დავწვებოდი. Çocukken, ჭერს ავხედავდი და ვოცნებობდი, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ekrana bakıp işte oyuncu olmak ძალიან კარგი მსახიობი. oyuncu olmak istiyorum filan diye dua ettiğim. მინდოდა კმაყოფილი ყოფილიყავი ამ ცხოვრებისგან. მსურდა თავს რომ ბალიშზე დავდებდი, 7 ძილი მქონოდა. ეს ყველაფერი რაზეც ვლოცულობდი, მადლობა ღმერთს ამიხდა. Dua ettiğim her şey şükür gerçekleşiyor şu anlık. ისევ ბავშვობაში დაუბრუნდეთ და ამ გამოცდილებით, ამ გადმოსახედით აი მაგალითად 10 წლის ნესლიხანს რას ეტყოდი? ან რა რჩევას ეტყოდი? Yani aynen devam et ya. Yani ალბათ იმას რომ ასე გააგრძელე, რასაც აკეთებ, იგივე გააგრძელე. არ მიაქციო ყურადღება იმ ხალხს, ვინც წინააღმდეგობას გიწევს და რაც გაქვს მიზანი იმისკენ იარე. ბევრსაც ნოიფიქრებ ასეთ ადამიანებზე. düşünme yani. სინამდვილეში მაშინაც ასე ვიქცეოდი, მაგრამ გინდა თუ არა ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობ. და მე ეს ბევრი რამე გაფერხებს. Bir sürü şey ვახსენე კიდევაც რომ გრძნობიარე ვარ. აი ამას ვეტყოდი, ზუსტად ეგრე გააგრძელე ნესლიხან. Bunu derdim. Yani aynen devam et Neslihan derdim. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩემი გადაცემის პარტნიორს Central Park Towers, რომელიც არის ქალაქ თბილისში Central Park-ის მახლობლად 42 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, ძალიან ბევრი საინტერესო სივრცით, მულტიფუნქციური სივრცით. ეს არის რესტორნები, ეს არის მაღაზიები, ეს არის ოფისები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ყველაზე საინტერესო ინვესტიცია თქვენთვის, ვისაც ამ შესაძლებლობა გაქვთ, რადგან პროექტი არის 300 მილიონიანი ინვესტირების და 150,000 გადახდის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Radisson Blu's ოპერირების ქვეშ არსებული ნომერი ყოველთვიური შემოსავალი გექნება 35,000-დან. ეს არის ისეთი ტიპის კომპლექსი, სადაც იქნება რესტორნები, როგორებიცაა ჩოტომატი, ანჯელინა, რობერტოსი, რომელსაც იქნება უზარმაზარი ივენთ ჰოლი. ერთ-ერთი კი არა, პრაქტიკულად ყველაზე დიდი ქალაქში მსგავსი ტიპის ღონისძიებებისთვის, ეს 3,000 კაცზე გათვლილი ივენთ ჰოლი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ეს არის ჰარვი ნიკოლსის შემოსვლა ქართულ ბაზარზე, რომელსაც ასევე Central Park Towers-ი უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოპინგ მოლი, შოპინგ სივრცე, რომელიც იქნება განთავსებული Central Park Towers-ში, ასე რომ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დედა ქალბატონი ფერიხა. როგორ ზრდიდა დედა და როგორც უკვე პოტენციური დედა სულ
მალე რას აიღებ იქიდან როგორც დიდად დედა. Yani annem bizi çok özveriyor. მე და ჩემი ძმა დედაჩემის თავგანწირვით გავიზარდეთ. დედებზე ასეთი გამოთქმა არსებობს თურქეთში, რომ არ შეჭამდა, არ ჩაიცვამდა და ჩვენ გვაჭმევდა და გვაცმევდა. ნამდვილად ასეა. ასე იყო დედაჩემიც. ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, რაც შეეძლო და იცოდა. მეც ჩემ შვილთან მიმართებაში ასე მოვიქცევი. ერთადერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ ძალიან მეყვარება. ვიცი, რომ სიყვარულის გაცემის დროს ძუნწი საერთოდ არ ვიქნები. მაგრამ გარდა ამისა, სიმართლე გითხრათ, დაგეგმილი არაფერი მაქვს. იმიტომ რომ არ ვიცი, როგორი ადამიანი იქნება. რა ხასიათი ექნება, რას აირჩევს ამ ცხოვრებაში. მოგზაურობა ეყვარება თუ არა, არ ვიცი. მაგალითად ცურვა. ეს ყველაფერი ჯერ არ ვიცი, რა თქმა უნდა. არის რაღაცები, რასაც ერთად მივცემთ მიმართულებას. მაგრამ ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან მეყვარება. საერთოდ ამ სიტყვას, სიყვარულს და ამ ცნებას, აი თუნდაც ჩვენს დიალოგში იგრძნობა, რომ ძალიან დიდი როლი უკავია. რა თქმა უნდა ასეა. მე ვერაფერს გავაკეთებ თუ არ მიყვარს. მარტო იმიტომ, რომ რაღაც საჭიროა. ან მიწევს რომ გავაკეთო, ვერ გავაკეთებ. მე რომ რამე გავაკეთო, ნამდვილად უნდა მიყვარდეს. ვისთვის არ არის მნიშვნელოვანი სიყვარული? ცხოვრების ყველა კუთხეში თუ სიყვარული არ არის, განასხვავ რა არის? თქვენ მითხარით. რა არის იმაზე დიდი მონაპოვარი ვიდრე ერთმანეთის სიყვარული? მე შენ მეყვარები, შენ მე. შენ ჩემზე იფიქრებ, მე შენზე. შენ გენდომება რომ ბედნიერი ვიყო. მეც მენდომება რომ ბედნიერი იყო. სინამდვილეში ასეთი მარტივია. და ბარემ სიყვარული ვახსენებ და თუ მოუყვებით ჩვენს მაყურებელს თქვენ და თქვენი მეუღლის გაცნობის და სიყვარულის ისტორიას. ანუ როგორ გაიცანით ერთმანეთი და რამდენ ხანში მიხვდით რომ ეს ის ადამიანია ვისთანაც ერთად გინდათ რომ მთელი ცხოვრება გაატაროთ? მე და ქადირი 11 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. სტამბოლის ორი მხარე სერიალში პარტნიორები ვიყავით. იქ ვნახე პირველად. ერთმანეთი გავიცანით და დავახლოვდით. ამის შემდეგ მოვიპოვე ქადირის გული. ბოლოს როგორც იქნა დამთანხმდა რომ ეგრე იყო. იმიტომ რომ მეგონა რომ თვითონ ცდილობდა და თვითონ მოინადირა ჩემი გული. მაგრამ ასე არ იყო. ყველაფერი მე გავაკეთე და ამის შემდეგ ერთად ყოფნის 3 წლის თავზე ვიქორწინეთ. უკვე 7-8 წელი გავიდა. თქვენ შემთხვევას ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, იმიტომ რომ აქ ფაქტის ახეზეა, თუმცა ზოგადად დადებითი და უარყოფითი მხარეები იმის, როდესაც ცოლი და ქმარი ერთი პროფესიაში. ჩემი აზრით საკმაოდ კომფორტულია, რადგან ჩვენ ორი ადამიანი ვართ, რომელსაც ერთმანეთის სულ ენატრებათ. და გადაღებების დროსაც თუ ერთად ვართ, ეს საუკეთესო შემთხვევაა. ასევე როცა ვმუშაობთ, გადაღებების დროს, როცა შეხედავთ თვალებში ადამიანს, რომელთანაც საჭირო არ არის არაფრის თქმა და ისე ხვდება ყველაფერს, ეს წარმოუდგენელი კომფორტია. მეუღლესთან ერთად მუშაობას ნეგატიური მხარეები თუ აქვს? არ ვიცი. ვერ გეტყვით. ეს არ გამოვიცდია ჩვენ. უფრო მეტიც, ერთად მუშაობისას პოზიტიურ მხარეებზე შემიძლია გესაუბროთ. ჩემი აზრით ძალიან კომფორტულია მეუღლესთან ერთად მუშაობა. როლებს რაც შეეხება, ყველაზე ახლოს ნათამაშები როლებიდან დღემდე რომელია? აი რა სერიალებში ითამაშიეთ? სინამდვილეში არც ერთი. ადამიანი ერთადერთია. და სიმართლე გითხრათ, რომელიმე პერსონაჟთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვერ გრძნობ. კი, მე მინდა გითხრათ ახლა პარალელს ვავლებ ესე პირველად მომეცა საშუალება პირისპირ შეხვედრის რა და ძალიან ხშირად არის, როდესაც ეკრანზე სხვა წარმოდგენა გაგდა, განსხვავებულია, როდესაც ადამიანს პირადში ხვდები რა და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად შეხვედრისას ის რაც ეკრანზე იყო, არანაკლებ კიდე უკეთესი დამხვდა აქ და ამ დიალოგს უკვე ვასრულებთ, მინდა რომ წარმატებული დღეები გისურვოთ
ბედნიერად ჩაიაროს ყველაფერი, მაგრამ და ალბათ კიდევ არაერთ საინტერესო როლს ვიხილავთ თქვენსას, ყველა თქვენი გულშემატკივარი ამ შემთხვევაში მეც. დიდი მადლობა. საქართველოში ამ ფორმატის გარდა კიდე გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, სადაც შევეცდებით რომ მოგიწვიოთ და ეს უკვე შემდეგ უკვე განხილვისაგანიც იქნება. დიახ, მე თქვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილ ვარ. და მართლა ძალიან მაინტერესებს. თუ დამპატიჟებთ ვნახავთ. აქვე მაყურებლის წინაშე გეპატიჟებით თქვენს ოჯახთან ერთად და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პირადადაც და ასევე არხის სახელითაც გეპატიჟებით ჩვენს ქვეყანაში, როგორც კი თქვენ გექნებათ ამის შესაძლებლობა. და რა თქმა უნდა, საქმიან თემებსაც წინ წავწერთ. გმადლობთ. რა თქმა უნდა, თქვენი გადასარევი ღვინის გასინჯვა, საოცარი კერძების დაგემოვნება, დიდებული მთების და ქალაქების მონახულება მე ძალიან მინდა. ამ გადაცემას ყავს პარტნიორი, ეს არის ელენე შავდია და როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ ხოლმე სტუმრების გადაცემის სტუმრების ჩასაწერად, ყოველთვის მატანს საჩუქრებს. რაც შეეხება ღვინო ახსენეთ ახლა რა და ერთ-ერთ სხვა შორის ინტერვიუში, ბოლო ინტერვიუში, როდესაც კომფორტის ჰიპოთეტიურ კომფორტზე კითხვა დაგისვეს, იქ სხვა შორის წითელი ღვინო იყო ნახსენები რა და ეს ქართული წითელი ღვინო თქვენ სპეციალურად. მადლობთ. და ეს სპეციალურად თქვენთვის. ეს თქვენი ღვინო. O zaman evet sizin şarabınız. Teşekkür ederim. მადლობა. და ეს სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილი და შეგიძლიათ გახსნათ აქვე. ძალიან საყვარლები ხართ. ძალიან ლამაზია. ჩემი პირველი შინაური ცხოველი კატა იყო. და მას სახელად მიზი ერქვა. დიდი მადლობა. ცელიდან არის აღებული ფოტო. დედა ჩემს ძალიან ენდობნება ამის ჩაცმა. დიდი მადლობა. ძალიან ყურადღებიანები ხართ. ღმერთო. დროწეულები კარგის ნიშანია. გმადლობთ. ბევრი საჩუქარი აქვს. კიდევ ერთი საჩუქარია მეგობრებო. ეს კი ქადირს ძალიან მოეწონება. ქადირის 1 მაისურზე ზუსტად ასე გავაკეთე. ასე დავაწერე ფოტოც გვაქვს. ეს ქადირს ძალიან მოეწონება. ეს კი ჩემია. ძალიან ყურადღებიანები ხართ. Beden iyi çünkü karnım var. Teşekkür ederim. გმადლობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის. მე მესმის რა რთული იყო, მაგრამ ნამდვილად გულწრფელი ძალიან დიდი მადლობა. როგორც ეკრანზე ცხოვრებაშიც ჩანს, როგორი კარგი ადამიანი ხარ და სწორედ ასეთ კარგ, წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და სულ მინიმუმ მარტო სიკეთის და წარმატების შესახებ გავიგებ თქვენ შესახებ. და რაც თავარია, ბედნიერ დედობას გისურვებ და ბედნიერი გაგეზარდოთ მომავალი შვილი. Teşekkür ederim. გმადლობთ, რომ დამპატიჟეთ თქვენს გადაცემაში. İyi ki geldiniz. და გმადლობთ, რომ ჩამოხვედით. გმადლობთ ამ სასიამოვნო საუბრისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ასევე ამ ლამაზი საჩუქრებისთვისაც. ძალიან ყურადღებიანები ხართ. აუცილებლად საქართველოში. Hadi bakalım. Hadi bakalım. Ne kadar როდესაც რაღაც ძალიან გინდა, olur biliyorsun. ხომ იცით?